ყოველ მეხუთე ადამიანი ამბობს, რომ გადაჭარბებულად ოფლიანობს და განსხვავებულად აღწერენ. ზოგი ამბობს, რომ აი სხვები როცა კომფორტულად არიან ოთახში, მას ოფლი ასხავს. ზოგი ამბობს, რომ აი იღვიძებს დილით და გაოფლიანებულია მთელ სხეულზე, ღამის ოფლიანობა აქვს. ზოგი ნერვიულობისას ოფლიანობს, როცა აღელდება რამეზე, ან სტრესი აქვს, ან გამოცდა აქვს, ან გასაუბრება. ზოგი ადამიანი როცა ყავას სვავს, ან ცხარე საჭმელს სვავს, მაშინ ოფლიანობს. ანუ ყველაფერი ნათელი არ არის, იმიტომ რომ ადამიანებს მიაჩნიათ ხოლმე ზოგს, რომ ეს ოფლიანობა დაავადება, ზოგს მიაჩნია, რომ პირიქით კარგია, იმიტომ რომ ტოქსინები გამოდის, ზოგს მიაჩნია, რომ როცა ოფლიანობს, წონაში იკლებ, იმიტომ რომ ცხიმი მიიწვის. სინამდვილეში რა არის სწორი? აი ამაზე ვისაუბრებთ, რატომ ოფლიანობთ, როდის არის საშიში, როდის ნიშნავს დაავადებას და როდის არ ნიშნავს, როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ უმკურნალოთ გადაჭარბებულ ოფლიანობას. პირველ რიგში ვთქვათ, რატომ ოფლიანობთ საერთოდ. ჩვენ ორგანიზმს სჭირდება, რომ მუდმივად ერთი ტემპერატურა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ორგანიზმი ფუნქციონირებს ამ ტემპერატურაზე ოპტიმალურად. სხვა ტემპერატურას არ არის ადაპტირებული ორგანიზმი. ამიტომ თბორეგულაცია ქვია ამას, როცა ორგანიზმი ცდილობს, რომ მუდმივად ერთი ტემპერატურა შეინარჩუნოს. და როცა ჩვენი სხეული ზედმეტად გადახურდება, ან ზედმეტ სითბოს წარმოქმნის, ან ზედმეტ სითბოშია, ორგანიზმი იწყებს ოფლიანობას, გამოყოფს ოფლს. საუფლე ჯირკვლები გვაქვს მთელ სხეულზე პრაქტიკულად თითქმის ყველგან, სადაც კანია მოკლედ, გამოყოფს ოფლს. ოფლი არის 99% წყალი. ძალიან ცოტა პროცენტი აქვს მარილები, მინერალები და ძალიან ცოტა კიდე სხვა რაღაცები. მაგალითად, მძიმე მეტალები. ოღონდ ძალიან ცოტა. და გამოყოფს ამ წყალს. ეს წყალი ორთქლდება. ეს წყალი რომ ორთქლდება, ორგანიზმი გრილდება, იმიტომ რომ წყლის აორთქლება მოითხოვს ენერგიას და ენერგია იხარჯება, ენერგია რო იხარჯება, საიდან მოდის ეს ენერგია? არის სითბური ენერგია ჩვენი სხეულის და ამიტომ ჩვენი ორგანიზმი გრილდება. მარტივად რომ ვთქვათ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი კანი ხო ისედაც კარგავს სითბოს, მაგალითად ხარ სიცივეში, ხო? და თუ სველი გაქვს კანი 10 ჯერ 15 ჯერ უფრო ჩქარა კარგავს სითბოს. აი ეს არის მთელი ამბავი. ასე გრილდება ჩვენი ორგანიზმი. აქვე არის პასუხი მთავარ მითზე, რომელიც ადამიანს გონიათ, რომ როცა ოფლიანობ, რამე ტოქსინებს გამოყოფს და ეს შესწავლილია ეს საკითხი და ეს არის მითი. მითია იმიტომ, რომ ადამიანი თავისი ტოქსინების და ცუდი ნივთიერებების თუ ნაერთების თუ მოლეკულების 99% კარგავს თირკმელების ან ღვიძლის საშუალებით, ანუ გამოდენის ორგანიზმიდან ან ღვიძლით, ან თირკმელებით. ან დეტოქსიკაციას უკეთებს ამ ორი ორგანოთი. ოფლს უჭირავს ძალიან მცირე პროცენტი, ეს არის 1%-ზე ნაკლები და ეს იმდენ პატარა მაჩვენებელია, რომ ეს გავლენას ვერ იქონიებს ორგანიზმის გაწმენდაზე. თუ საუბარია იმაზე, რომ მაგალითად თუ მთელი დღე შენ დარბი ხარ და ძალიან ბევრი ოფლი მოგდის, კი, მარილს კარგავ და მარილები ნატრიუმი ძირითადად უნდა მიიღო. შეიძლება სხვა მიკროელემენტები, მაგალითად მაგნიუმი და კიდე სხვები, ცოტ-ცოტად დაკარგო. მაგრამ ეს არის მინორული, ანუ მცირე ოდენობით არის და მარტივად შეიძლება სასმელებით, წყლით და კიდევ საკვებით მიიღო ეს მიკროელემენტები, რომელსაც დაკარგა ოფლიანობის დროს. ანუ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ არის. ნუ მარათონის მორბენალი თუ ხარ, ცოტა მარილი წყალში და ან ელექტროლიტები უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ ბევრ ოფლს და ბევრ ელექტროლიტებს კარგავს. მაგრამ ჩვეულებრივი ყოველდღიური ოფლიანობისთვის, ან თუნდაც ცოტა გადამეტებული ოფლიანობისთვის, ეს დანაკარგი არ არის ისეთი, რომ რამეს ნიშნავდეს. არც ის მძიმე მეტალების გამოდევნა არ არის ისეთი რაოდენობით, რომ რამეს ნიშნავდეს, იმდენად მცირე რაოდენობითაა ოფლში, რომ წარმოუდგენლად ცოტა ოფლი კარგავს წყალს. არაფერი სხვა ისეთი მნიშვნელოვანი, ნუ მარილის გარდა კიდე ესეთი არაფერი არ იკარგება. მეორე საკითხი არის ხოლმე, რომ ოფლის დროს თუ კარგავთ ცხიმს. არა, ესეც არ არის, ესეც შესწავლილია ეს საკითხი, რომ ოფლი როცა გამოიყოფა ვარჯიშის დროს, ცხიმთან კავშირი არ აქვს მაგას, ოფლი არის უბრალოდ ორგანიზმის გაგრილების ფუნქცია. თუ იმას ვამბობთ უბრალოდ რომ ადამიანი ვარჯიშს
ვარჯიშობს და ვარჯიში კაია და ვარჯიშისას ცხიმი იწვის, ეს კი ბატონო ესეა, მაგრამ ოფლთან არ აქვს კავშირი, ანუ ოფლი არ ნიშნავს არაფერს, მოკლედ ოფლის გამოყოფის დროს ცხიმი არ იწვის. კიდევ არის იდეა, რომ აი როცა მაგალითად თუ ადამიანი ცუდად არის ოფლს თუ მოიდენს, უკეთესად იქნება და ეგეთი რაღაცებიც, ესეც არ შეესაბამება რეალურად სიმართლეს. რა თქმა უნდა, დაწოლა, დასვენება აუცილებელია ვირუსული ინფექციების დროს, მაგრამ თვითონ ოფლით რომ რამე ვირუსები გამოდიოდეს, ან ტოქსინები გამოდიოდეს, ესეც მცდარი მოსაზრება, შესაბამისად ესეც ტყუილია და დარჩა შემდეგი რომ ანუ ამაში ოფლიანობა არის დაავადება თუ რამდენად დიდი პრობლემა და რა იწვევს ოფლიანობას. ყველაზე მთავარი მიზეზები ოფლიანობის არის ცხელი ტემპერატურა, გარემოში თუ ცხელა, ორგანიზმი ცხელდება და მისი გაგრილების გზა არის ოფლიანობა, ეს ლოგიკურია, მარტივია. მეორე არის ვარჯიშის დროს ორგანიზმი კუნთები წარმოქმნის სითბოს, ეს სითბო სადაც უნდა გასცეს და ეს არის ოფლიანობა. შემდეგი მიზეზი არის ცხარე საკვები, ცხარე საკვებმაც იცის ოფლიანობა, ანუ სიმპათიკურ ნერვულ სისტემას აქტიურებს მოკლედ, რომელიც იწვევს ოფლიანობას, საოფლე ჯირკვლების სტიმულაცია ხდება და ის ნერვები სტიმულირდება, რომელიც ოფლის გამოყოფას იწვევს და ეს არის მექანიზმი. სტრესი და ემოციები ესეც ოფლიანობას იწვევს, რატომ? იმიტომ რომ ამ დროს ადრენალინი გამოიყოფა და ადრენალინი მოქმედებს საოფლე ჯირკვლებზე და ოფლიანობას იწვევს. შესაბამისად, ესეც ბუნებრივია. არიან ადამიანები, რომელსაც მეტად აქვთ ეს სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობა გამოხატული და უფრო ადვილად ოფლიანდებიან. უფრო ადვილად ოფლიანდებიან ისეთ სტრესზე, რომლის დროსაც სხვა შემთხვევაში სხვა ადამიანები არ ოფლიანდებიან. ესეც შესაძლებელია და ესეც ბუნებრივია. და დაავადებების დროს ადამიანები ოფლიანობენ. ბევრი დაავადების დროს შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირი და ყველაზე გავრცელებული ჩვენ რაც ვიცით არის ხოლმე ეს გრიპი გაციება, როცა ვირუსული ინფექცია აქვს ადამიანს, როცა ვირუსული ინფექცია რას იწვევს? იწვევს ანთებითი მედიატორების გამოყოფას ორგანიზმში. ანთებითი მედიატორები არის პატარა მოლეკულები, პატარა ცილები მოკლედ, რომელიც გამოიყოფა ჩვენს ორგანიზმში და ეს მოლეკულები იწვევს ტემპერატურის მომატებას. ტემპერატურის მომატებას იწვევს, იმიტომ რომ უფრო ეფექტურად ებრძოლოს ჩვენი ორგანიზმი ვირუსებს, ბაქტერიებს. ეს არის მექანიზმი. ტემპერატურა რომ იმატებს, მე მაგის დასარეგულირებლად თავის ტვინში გვაქვს ცენტრი, როგორც თერმოსტატი, ზუსტად ეგეთი ჰიპოთალამუსში და ისე ტყვის რომ აბა ახლა გავფლიანდი, იმიტომ რომ ტემპერატურა დავაგდოთ და დავიყვანთ ისე ნორმაში. აი ეს არის ამბავი, რატომაც დაავადებები იწვევს გავფლიანებას. რომელი დაავადებებია განსაკუთრებით საყურადღებო, რომელიც იწვევს გავფლიანებას? ერთი არის ჰიპერთიროიდიზმი. ჰიპერთიროიდიზმი არის ფაერსებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება და ადამიანები ადვილად ოფლიანობენ. სიცხის აუტანლობა აქვს, ანუ ეს ადამიანები სუცხელად მოკლედ და ადვილად ოფლიანობენ. ეს არის ფაერსებრი ჯირკვლის ფუნქცია მომატებული, როცა ფაერსებრი ჯირკვლის ჰორმონები გამოიყოფა ბევრი. ეს ჰორმონები მოქმედებენ თითქმის ყველა უჯრედზე ჩვენს ორგანიზმში და იწვევენ მათ აჩქარებას, მეტაბოლიზმის აჩქარებას. რაც აკეთებენ ეს უჯრედები ზოგადად, აკეთებენ ოღონდ უფრო ჩქარა. აი ეგ არის მეტაბოლიზმის აჩქარება. შესაბამისად, მეტი სითბოს წარმოქმნიან უჯრედები და ორგანიზმი ცხელდება. ამ გაცხელებულ ორგანიზმს ჭირდება გადაციება, გაგრილება. ამიტომ არის რომ ოფლიანობა იმატებს, როცა ადამიანს ჰიპერთიროიდიზმი აქვს. ჰიპოთიროიდიზმის დროს არა. იქ პირიქით არის, რომ კანი მშრალია, ადამიანს სიცივის აუტანლობა აქვს, სუცივა. შესაბამისად არ არის ჰიპოთიროიდიზმის დროს, ან როცა ფაერსებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, მაგის ოფლიანობა არ იცის პირიქით, ოფლიანობა იცის ჰიპერთიროიდიზმი, როცა აქვს ადამიანს. მეორე დაავადება მნიშვნელოვანი არის დიაბეტი. დიაბეტის დროს განსაკუთრებით ღამის ოფლიანობა იცის. ღამის ოფლიანობა იცის, როცა გლუკოზა ვარდება. გლუკოზა როცა ვარდება ქვევით და განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც იღებენ ან ინსულინს, ან ჰიპოგლიკემიურ წამლებს, ღამე ვარდებათ გლუკოზა. ღამე რო გლუკოზა მცირდება, ორგანიზმისთვის ეს სტრესია და სტრეს რეაქცია ერთვება ორგანიზმს. ორგანიზმს რო სტრეს რეაქცია ერთვება, ადრენალინი გამოიყოფა და პროფუზულად, ანუ ერთიანად წამოასხავს ოფლი ადამიანს. ოფლიანობა იცის ასევე ჰორმონული ცვლილებები, როცა აქვს. მაგალითად, გარდატეხის ასაკშიც, როცა ჰორმონები იცვლება, ფლუქტუირებს,
არ არის აქ მაინც რომ თქვა ეს მოიმატებს ან ეს დაიკლებს, უფრო მეტად დამოკიდებულია იმაზე ფლუქტუირებს, ანუ იცვლებს თამაშობს ჰორმონები მოკლედ. იგივე ხდება ეს ფლუქტუაცია ჰორმონების მენოპაუზა რო დგება, როცა ქალური ჰორმონების დონე მცირდება, ეს ცვლილებაც ჰორმონების იწვევს ოფლიანობას და ალები ალბათ იცით, როცა წამოახურებს ქალს და შემდეგ ოფლი ასხავს მენოპაუზისთვის დამახასიათებელი თვისებაა და ეს შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. ნიშნავენ დაავადება ასევე ინფექცია, რომელიც ღამის ოფლიანობას იწვევს, არის ტუბერკულოზი. ტუბერკულოზი საქართველოში რო ვთქვათ, რომ არ არის გავრცელებული, ასე არ არის, თუმცა არც ძალიან გავრცელებული დაავადება, ადრე უფრო დიდი პრობლემა იყო, დღეს ნაკლებია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი საკითხია, ტუბერკულოზმაც იცის ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა, სხვა სიმპტომებიც აქვს, მაგალითად, ხველა, შეიძლება სისხლიანი ხველა, მშრალი ხანგრძლივი ხველა, სისუსტე, სიფერმკრთალე, წონაში კლება. ესენი ტუბერკულოზის ნიშნები შეიძლება იყოს და სისუსტე. ასევე უფრო სერიოზულმა დაავადებებმაც იცის ღამის ოფლიანობა. მაგალითად, ლიმფომა, ლიმფური სისტემის სიმსივნეა, რომლის მნიშვნელოვანი სიმპტომია ღამის ოფლიანობა, ოღონდ ღამის ოფლიანობას ამ დროსთან ახლავს 90% შემთხვევაში სხვა სიმპტომის კომპლექსი, რომელსაც B სიმპტომებს ეძახიან. ეს არის ცხელება 38 გრადუსი ან მეტი, შეიძლება იყოს მუდმივი ან დრო და დრო ცხელება. წონაში კლება მაშინ როცა ადამიანი არ ცდილობს ამ წონაში კლებას და მნიშვნელოვანი სისუსტე ან ქავილის შეგრძნებაც ახასიათებს ხოლმე. ეს სიმპტომების კომპლექსი თუ არის, შეიძლება ეჭვის მიტანა ხო არ არის ლიმფომა, ოღონდ ლიმფომა არ არის ხშირი მიზეზი. თუ ავიღებთ ზოგადად მაგალითად გააძლიერებული ოფლიანობა გაქვს მაგალითად, ხომ? ამ ოფლიანობის დიდ ნაწილს თუ ავიღებთ 95% მეტ შემთხვევაში ეს არ არის სიმსივნით გამოწვეული. ანუ სიმსივნით გამოწვეული ღამის ოფლიანობა იშვიათია. უფრო მეტად ასაკოვან ადამიანებშია, განსაკუთრებით, ვინც წონაში იკლებს მოულოდნელად. თუ ეს სხვა მიზეზები გამოირიცხა, მოკლედ ეს ბევრი უამრავი მიზეზი გამოირიცხა, მერე და მაინც ოფლიანობს ადამიანი, განსაკუთრებით ოფლიანობს, ისე რომ ყოველდღიურობაში ხელი ეშლება, ეს შეიძლება იყოს ჰიპერჰიდროზი. ჰიპერჰიდროზი არის ესეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი ოფლიანობს გადამეტებულად, ძირითადად ხელებზე, ფეხებზე, იღლიებში და ხელის გულებზე ძლიერად უოფლიანდება. შეიძლება იყოს სხეულის სხვა ნაწილებშიც, შეიძლება იყოს მთელ სხეულზეც და არ აქვს რამე ახსნა ამას, არა ნერვულობაზე არ ემართება ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც, სულ ასხავს ეს ოფლი და ძალიან ოფლიანდება ისე რომ პრობლემა აქვს თქვათ ყოველდღიურობაზე პრობლემა ექმნება. ეს არის ჰიპერჰიდროზი. ჰიპერჰიდროზი ადამიანების დაახლოებით 3-5%-ამდე აქვს ადამიანებს, ნაკლებ ცოტას. ან ბევრი გასაკმაოდ გავრცელებული მდგომარეობა და ყოველდღიურობაში ამ ადამიანებს ხელი ეშლებათ, ეგ არის პრობლემა. არის შემთხვევები, როცა ჰიპერჰიდროზი არის გენერალიზებული ან მთელ ორგანიზმ, მთელ სხეულზე ასხავს ადამიანს ოფლი, არა მარტო ხელებზე და ხელის გულებზე ვთქვათ და არც მარტო იღლიებში, არამედ მთლიანად და ეს ამას ქვია იდიოპათიური გენერალიზებული ჰიპერჰიდროზი. ასეთ დროს მთელ სხეულზე აქვს ძირითადად ბავშვობიდან იწყება და ზოგადად ჰიპერჰიდროზი ძირითადად იწყება გარდატეხის ასაკიდან, თუმცა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მათ შორის მოზრდილობაშიც და ზრდასრულობაშიც და ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში უქმნის მნიშვნელოვან დისკომფორტს. კიდევ ერთი საკითხია ხოლმე ესეთი, რომ ადამიანს აქვს კითხვა, რომ აი გაუფლიანებულზე, მაგრამ აი ადვილად ვინც ოფლიანდება, ან ადვილად ვისაც ღამის ოფლიანობა, არიან ეგეთი ადამიანები, ვინც ღამე ადვილად ოფლიანობენ, ან მცირე ვირუსულ ინფექციაზე რო ოფლიანობენ, ესეთებიც არიან. ანუ რამე განსაკუთრებული ფენომენი ეგ არ არის, უბრალოდ არის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ოფლიანობს მეტად. ასევე არის ხოლმე კითხვა, მაგალითად, აი გაუფლიანდი და ეს გაუფლიანებულმა იარე თუ მეტი შანსია გაციების. ერთი არის რომ როცა ადვილად ოფლიანობ უკვე გაციებული ადამიანი და ეს კავშირი შეიძლება იყოს და აი ის რომ მაინც გაუფლიანდა და ეხლა ნიშნავს რომ ვინაიდან გაუფლიანდა ეხლა გაცივდება იმის გამო რომ გაუფლიანდა როგორც წესი არა. როგორც წესი ადამიანი უბრალოდ უკვე გაციებულია ხოლმე და მე ამას უკავშირებს ასოციაციურად თორე თუმცა რაღაც მცირე კორელაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ კვლევებით არ დგინდება ეს
მნიშვნელოვანად ეს კორელაცია. ნუ თეორიული ახსნა ის არის, რომ როცა გაუფრენებული ტანსაცმელი გაცვია, უფრო ადვილად კარგავ სითბოს, ადვილად რო კარგავ სითბოს, ორგანიზმი შეიძლება გადაცივდეს და გადაცივებული ორგანიზმი უფრო ადვილად ვერ შეეწინააღმდეგება ვირუსებს და ბაქტერიებს. ეს არის აზრი, რასაც ამბობენ ხოლმე, რომ აი რატო არ უნდა ვიაროთ სველი ტანსაცმელი. თუმცა პირდაპირ კორელაცია არ არის. ხო, თუ ავიღებთ სპორტსმენებს, რომლებიც თქვათ ძალიან ფიზიკურად ბევრს დარბიან და უცებრო ჯდებიან გაუფრენებული არ შემოაცვალენ ხოლმე ალბათ იცით იმას ქურთუქს რაღაცა სპორტულს ესეთ. ხო, ნუ მაგას ორი ახსნა აქვს, რომ ერთი ის არის, რომ კი ეგეთ შემთხვევაში როცა ადამიანი ეგეთი ძალიან დიდი დატვირთვით ვარჯიშობს და სულ ოფში ცურავს რეალურად და ის ბევრად უფრო ჩქარა გადაცივდება კი მით უმეტეს თუ გარეთ ცივა ეს ერთი და მეორე ეს ერთი ესეც ძალიან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს იმუნიტეტი სუსტდება გარკვეული დროით, რამდენიმე საათით. ასეთი მძიმე და სერიოზული ფიზიკური დატვირთვის მერე ორგანიზმი არ დასუსტებული, ანუ იმუნიტეტი უსუსტდება და ეს ფანჯარა, რა თქმა უნდა, ამ ფანჯარას გაფრთხილება ჭირდება. ამიტომ რომ თუ ძალიან ძიმე ფიზიკურ აქტივობას ეწევა ადამიანი, მერე თავს უნდა გაუფრთხილდეს, იმიტომ რომ მერე ადვილია რომ გაცივდე. ახლა გადავიდეთ მკურნალობაზე, როგორ მკურნალობთ ჰიპერჰიდროს. პირველი ყველაზე გავრცელებული საშუალება არის ალუმინის დეოდორანტები, ანტიპერსპირანტები. ხო, ნუ დეოდორანტები არის უბრალოდ სუნს რო ნიღბავს, ეგ არ არის, ეგ ოფლს არის ბრძვის, რეალურად უბრალოდ ნიღბავს სუნს. და ნუ ვისთვისაც მოსახერხებელია შეუძლია გამოიყენოს. ანტიპერსპირანტები არის უფრო ძლიერი, რომელიც ალუმინზეა მოკლედ დამზადებული, ალუმინის მარილებს შეიცავს. არის ეფექტური, ნუ იღლიებისთვის, რა თქმა უნდა, სხვაგან არ გამოიყენება როგორც წესი. მანდ არის ხოლმე კითხვები, ასეთი, რომ ყველაზე ისეთ კრიტიკა მანდ არის, რომ ხო არ არის, რომ ეს ალუმინი შედის ორგანიზმში, მერე ალუმინი მოქმედებს როგორც ესტროგენი და მერე აჩენს მკერდის კიბოს ქალებში. ასეთი ჰიპოთეზა არსებობს მოსაზრება, რომ ქალებში შეიძლება მკერდის კიბოს რისკი გადარდოს. კვლევით ეს არ დგინდება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, კიბოს საზოგადოებები და უამრავი მოკლედ კიბოს კვლევითი ცენტრი ძალიან დიდხნიანი დაკვირვების მერე ადგენს და უმეტესად ერთხმად ამბობენ, რომ სიმსივნის რისკს არ ზრდის ალუმინის ანტიპერსპირანტები. შეიძლება არსებობს რამე კორელაცია, ოღონდ ეს კორელაცია არის ძალიან მცირე და იმდენად მცირე, რომ იმან რომ ანუ ადამიანმა არჩევნის გაკეთებისას არ აირჩიოს ეს, მოკლედ ასეთი ძალიან მცირეა ალბათობა ამისი. თუმცა რა თქმა უნდა, ანუ ადამიანი იტყვის რა 1%-აც რომ გამიზარდოს რისკი ის 1%-ით, იმ რაღაც 1%-ში რომ მე მოვხვდე, ხო რა თქმა უნდა ყოველი ადამიანისთვის ეს რაღაც პრობლემაა, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე მიიჩნევა, რომ ეს ანტიპერსპირანტები, რომელიც ალუმინზეა დამზადებული, საფრთხეს არ წარმოადგენს. ნუ ყოველ შემთხვევაში თანამედროვე მედიცინა ასე უყურებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ რაღაც ჰიპოთეტური რისკი შეიძლება არსებობდეს, რასაც მე არ უგულებელყოფდი. ამიტომ ახლა თუ მაგალითად ისე არ ოფლიანობ ადამიანი და უბრალო დეოდორანტი ყოფნის, რა საჭიროა მაშინ, ხო? მის გამოყენება თუ სერიოზულად ოფლიანობ ადამიანი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მეორე მკურნალობის გზა ოფლიანობის არის ბოტულინის ტოქსინის ინექციები, ბოტოქსი. ბოტულინის ტოქსინის ინექციები რას აკეთებს? თიშას მოკლედ ნერვებს და ადამიანი აღარ ოფლიანობს. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ეფექტი 1 წლამდეც გრძელდება. და აი ესე ვთქვათ, ყოველ 1 წელიწადში ეს ინექციები ჭირდება ადამიანს. ეფექტურია. ოღონდ ახლა რაშია საქმე? ბოტოქსის ინექციების დროს საჭიროა დაახლოებით ვთქვათ იღლის მიდამოშერთი 20-25 ინექცია საჭირო, რომელიც რაღაც თვეზე მტკივნეულია, დისკომფორტია და ანუ პატარა არეასაც კი ბევრი ინექცია ჭირდება. ეს არის პრობლემა რეალურად და ახლა ადამიანები რომელსაც თლიან თესხეულზე ოფლიანობა აქვთ, ძნელია ძალიან, რომ ახლა ყველგან ბოტოქსი დაირჭო, თან ძალიან მტკივნეულიც იქნება, დისკომფორტიც იქნება, ძალიან ძვირიც ეღირება. ამიტომ ბოტოქსი უფრო ადგილობრივად გამოიყენება ხოლმე. ადამიანებს რომელსაც თლიან მთელ ორგანიზმზე აწუხებთ ეს ოფლიანობა, ამ შემთხვევაში გამოიყენება წამლები, დასალები და ეს არის ანტიქოლინერგული საშუალებები, მაგალითად გლიკოპიროლატი და ოქსიბუტინინი.
ოღონდ აქ პრობლემა რომ გვერდი ეფექტები აქვს, აი პირის სიმშრალე მაგალითად შეკრულობა შეიძლება გამოიწვიოს და ეს გვერდი ეფექტები თუ სხვა რამეებით შესაძლებელია მოკლედ რომ სხვა მკურნალობის მეთოდებით მოგვარდეს, მაშინ ჯობია რომ ანტიქოლინერგულები არ გამოიყენოს ადამიანს. ანტიქოლინერგულები არის აი ბოლო საფეხური იმ ადამიანების ვისაც სხვა გზა აღარ აქვს და სხვას ვერაფერს ვეღარ პოულობს, თან ანტიქოლინერგულებს თუ წლების განმავლობაში იყენებს ადამიანი, აქვს რისკი დემენციის რისკი შეიძლება გაზარდოს. ამიტომ მოკლედ თავის ტვინისთვისაც არ არის სასურველი. ამიტომ თუ აქვს ადამიანს რომ საშუალება რომ ანტიქოლინერგულები არ გამოიყენოს, არ უნდა გამოიყენოს. არის კიდევ ქირურგიული გზით მოცილება სიმპათიკური ნერვული სისტემის ნერვების მოკვეთა გათიშვა. ოღონდ ეს მკურნალობა ქირურგიული არ გამოიყენება მთელ სხეულზე, გამოიყენება ხელის გულების მაგალითად ძალიან ეფექტურია, მაგრამ მთელ სხეულზე არ გამოიყენება. შესაბამისად აქვს მნიშვნელოვანი შეზღუდვები და ესეც ერთ-ერთი ბოლო ეტაპია ხოლმე თუ სხვა არ მუშაობს სხვა გზა, მაშინ გამოიყენება ეს. კიდე არსებობს ლაზერული და მიკროტალღოვანი თერაპია, რომელიც იღლის მიდამოში გამოიყენება. ძირითადად ეფექტური არის, მაგრამ თავის შეზღუდვები აქვს, არ არის დიდი ხნის პრაქტიკა და მეტი დაკვირვებაა საჭირო უსაფრთხოებაზე, თუმცა გამოიყენება და მეტნაკლებად ეფექტური არის. უფრო ეფექტური ვიდრე არა ეფექტური, უმეტეს შემთხვევაში ეფექტური. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. ეს იქნება თქვენი მხარდაჭერა ჩემი არხის მიმართ, ამიტომ ვისაც მოგწონთ ჩემი არხი, ვისაც გაინტერესებთ, ან დალაიქეთ, ან დაკომენტარეთ, ან გააზიარეთ, ან არხი გამოწერეთ, ან რამე აქტივობა განახორციელეთ ჩემს გვერდზე, რომ YouTube-მა ნახოს, რომ ეს არხი საინტერესოა და ხალხს აინტერესებს ეს არხი.